ჩვენ რო ეხლა ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ოჯახის ინსტიტუტი, ეგ ნაწილობრივ არსებობს ინერციიდან გამომდინარე, კულტურული ნორმები ჯერ შენარჩუნებულია და აი კულტურული ნორმებიდან გამომდინარე, ოღონდ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობაში ქალების ხელში მიცემული იარაღი, რომელიც უბრალოდ მათი სიტყვის საფუძველზე საშუალებას იძლევა, რომ კაცები პატიმრობაში გაუშვან, გაანადგურონ მათი ცხოვრება თან სრულიად გამოგონილი ბრალდებებით და დღეს ეს კანონმდებლობა სულ უფრო მკვიდრდება. ამის გამოყენება პირდაპირ შესაძლებელი იარაღად, ეგ სერიოზულ ცდუნებას აჩენს იმისა, რომ კულტურული ცვლილება მოხდეს საზოგადოებაში და ხდება კულტურული ცვლილება მოხდეს იმ მიმართულებით, რომ მაგის იარაღად გამოყენება დაიწყონ ქალებმა, ურთიერთობების, ოჯახური ურთიერთობების ფორმა იმ მიმართულებით შეიცვალოს, რომ წყვილები თანაცხოვრობენ მაგის გათვალისწინებით, რომ წყვილში ერთ-ერთ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ მომენტში რაღაცაზე რომ გაბრაზდეს, გამოუძახოს პატრულს, რაღაც ხელი გამეკაწრა, გაუშვდეს ადამიანის ციხეში და მისი სიტყვა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანის ციხეში გაუშვან.